საკმაოდ რთული წელი იყო. ჩვენ ვადევნებდით თვალყურს ორ მცდელობას სახელმწიფო გადატრიალების, რომელიც იყო ინსპირირებული უცხოეთიდან მართული და დაფინანსებული მეხუთე კოლონის მიერ. ისევე როგორც პირველი, ასევე მეორეც წარმატების გარეშე დასრულდა, სახელმწიფო გადატრიალება ვერ შედგა. შესაბამისად, ეხლა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ უნდა ეძებოს გამოსავლის გზები და ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ისინი გადაწყვეტენ, რომ შევიდნენ პარლამენტში, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი სახელმწიფო დაფინანსებას ხარბად დაეუფლენ და ერთმანეთში ქიშბიც კი მოუვიდათ ამის გამო. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ ივანიშვილმა ეგრეთ წოდებული ოპოზიცია იმერეთში როგორც იტყვიან, ჭაში ნაჯაჯგუნებ ვედროს დაამსგავსა. სრულიად სახედაკარგულია. მართალია სცადეს, რომ კადრს უკან კულისებში ყოფილიყვნენ თვითონ და წინ ფრანკლინის კლუბის და სხვა ორგანიზაცია დაფიონის და სხვა ორგანიზაციების ახალგაზრდები დაეყენებიათ, მაგრამ მათი ყურები ყველგან ჩანდა. რეალობა ის არის, რომ ეს პროტესტები, რომელიც ფაქტიურად სულს გაფავს, რამდენიმე ათასკაციანი აქტივი ყავთ, რომელსაც ხან ექიმებს დაარქმევენ, ხან სანტექნიკოსებს და ხან შემდუღებლებს, ფაქტიურად უკვე ამოიწურა, ენერგია ამოწურულია, საქართველოს სახელმწიფომ გაიმარჯვა და ჩვენ დღეს გვაქვს უკვე გაცილებით დიდი სუვერენიტეტი, ვიდრე გვქონდა მანამდე. მე ამას ვაფასებ როგორც ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის და სუვერენული საქართველო გაცილებით უკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებს საკუთარი ქვეყნის და ერის ინტერესებიდან გამომდინარე. უნდა აღენიშნოს, რომ 2004 წლიდან საქართველოს სრულ გარე მართვაზე იმყოფებოდა უცხოეთიდან, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოდიოდა ან უცხოეთიდან, ან თანხმდებოდა უცხოელებთან, საელჩოებთან თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან უცხოეთში. აწი კი მსგავსი საჭიროება აღარ იქნება. ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოს კონდეს ნორმალური ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან, პირიქით, ეს საჭიროც არის. იგივე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, იგივე შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით ახალ ადმინისტრაციასთან. მაგრამ როგორც იყო ადრე, ურთიერთობა როცა გველაპარაკებოდნენ როგორც მენტორები, მასწავლებლები და ზევიდან ქვევით როგორც უმცროს ძმას, ასე ვეღარ გაგრძელდება. ეს არის ის მთავარი მონაპოვარი ჩემი შეფასებით, რომელიც საქართველოს მიაღწია ამ ბრძოლის შედეგად. თუმცა ეს ბრძოლა ჯერ არ არის სრულიად დასრულებული, ბევრი არის კიდევ გასაკეთებელი. უკვე ჩვენ უნდა დაველოდოთ მომავალ წელს ქართული პროექტის განვითარების, საქართველოს განვითარების კონცეფციას, ეგრეთ წოდებულ ქართულ პროექტს, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა სფეროს, დაწყებული ეკონომიკიდან, სოფლის მეურნეობა, განათლების სისტემა, ჯანდაცვის სისტემა, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს ისე, რომ ზედმიწევნით კარგად პასუხებდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. გარედან თავს მოხვეული ნეოკოლონიალური ეკონომიკური მოდელი ჩვენთვის არ არის სარგებლის მომტანი, არც ის მოდელები, მაგალითად ენერგეტიკის სისტემის მოდელები, რომელიც თავს მოგვახვიათ, არც ეს არ არის. სერიოზული რეფორმირებაა საჭირო, ისე რომ საქართველო მოხდენილად და მოქნილად შეცვალოს მართვის სისტემები, დარგები საკუთარი ინტერესების შესაბამისად. პროტესტების მუხტი უკვე შემცირებულია, პირადად მე ვფიქრობ, რომ მეხუთე დღეს პროტესტების დაწყებიდან უკვე ნათელი იყო, რომ გადატრიალების თელობა ჩავარდა, ტექნოლოგიამ არ იმუშავა იმის გამო, რომ სახელმწიფო მომზადებული შეხვდა ამ სცენარს.
სამართალდამცავმა სისტემამ იმუშავა ძალიან ეფექტურად და კარგად, აბსოლუტურად პროპორციულად. ცალკეული გადაცდომები რო არ ვეგულისხმოთ რაღაც 4-5 დასანანი ინციდენტი, თავი გაართვა გაცილებით უკეთ, ვიდრე ევროპელმა კოლეგებმა. შესაბამისად, ეხლა ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას შეუძლია დაუშვებებით პოლიტიკა, რომ თავისი რამდენიმე ათასიანი აქტივით, მაგრამ ეს არაფერს არ შეცვლეს, ქვეყანა წავა თავისი განვითარების გზით. მე ველოდები, რომ ტრამპის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შედგება აუცილებლად დიალოგი, ამ დიალოგზე გამოჩნდება და მიუხედავად იმისა, რა პოზიციას დაიჭერს ახალი ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში, საქართველოს თავისი სუვერენიტეტის მოცულობა არ უნდა დათმოს. და მე ვფიქრობ, რომ ეს ავსებით შესაძლებელია, იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან მე არ მოველი, რომ იქნება ეს ლიბერალურ-ფაშისტური ზეწოლა პირიქით. უკვე გამოვიდა მისი ადმინისტრაციის, მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მაგალითად რიჩარდ გრენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ USAID-ის დაფინანსება გადასახედია, რადგან დიდი ნაწილი ხმარდება იდეოლოგიზირებულ მუშაობას. ამაში იგულისხმება ლიბერალური დიქტატი მსოფლიოს მასშტაბით. აი ეს მოიხსნება ლიბერალური ზეწოლა, გრანტები აღარ წამოვა. შემდეგი თემა იქნება, რომ ტრამპი აცხადებს ომის შეესწება უკრაინის ომის გაჩერებას, რომელიც დამოკლეს მახველებით არის დაკიდებული ჩვენი რეგიონის თავზე და საქართველოს თავზე, ამიტომაც დაიწყო ეს კონფლიქტი 22 წლის მარტში, როცა საქართველოს მოსთხოვეს რუსეთის წინააღმდეგ აქტიური გამოსვლა და სამხედრო მოქმედებებში ჩაბმა, ხო, პარტიზანულ ომების წარმოების გზით. აი ეს ორი ფაქტორი შედარებით განეიტრალდება და დანარჩენი უკვე მოლაპარაკებისაგან იქნება რა და როგორ. ეხლა თავიდან იქნება ასაწყობი პარტნიორობა, როგორც შეერთებულ შტატებთან, ასე ევროპის იმ ქვეყნებთან, რომელიც განსაკუთრებულად აქტიურობენ საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა ევროპაში ჩვენ ვნახეთ, რომ ხარდამჭერი ქვეყნებიც საკმაოდ არის, ზოგი ღიად, ზოგი ფარულად, ასე ვთქვათ, ხმამაღლა არ აცხადებენ, მაგრამ ქმედებით არ უჭერენ მხარს საქართველოს და მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბევრია ისეთი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ამ ლიბერალურ წრეებში დასავლეთში, რომელსაც მოუნდება საქართველოს დასჯა, სამაგალითო დასჯა იმისთვის, რომ გამოაცხადა ანტიკოლონიალური აჯანყება, ურჩობა, არ დაემორჩილა როგორც კოლონია მეტროპოლიის დიქტატს და შესაძლოა ვიხილოთ გარკვეული ზიანის მომყენებელი ქმედებები, თუმცა არაფერი ისეთი ეგზისტენციალური ვერ მოხდება იმასთან შედარებით, რაც გველოდა თუ საქართველოს დაეთანხმებოდა შემოთავაზებულ გეგმას, რომ ომში ჩართულიყო და სანქციები დაეწესებინა და ასე შემდეგ. ამასთანავე მომავალი წელი იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზღვის საწყისი. მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაიწყება უკვე ხელშესახები საუბრები, დაიძრება ეს საკითხი, რაც გააჩენს მყარსაფუძველს იმისა, რომ აფხაზები და ქართველები, აფხაზები და ოსები დაფიქრდნენ შერიგებაზე და ეს პროცესი დაიწყო. ამის მზაობას მე ვხედავ განსაკუთრებით რუსეთში, ინტელექტუალურ წრეებში ეს ашკარად ჩანს, თუ გადავავლებთ ანალიტიკას თვალს და ასევე ამ პოზიციაზე არის ისეთი დიდი ქვეყანა, როგორც ჩინეთი, რომელიც აშენებს, აბრუნებს საქართველოში, მათ შორის საქართველოში ერთ-ერთ შტოს დიდი აბრეშუმის გზისა, რომელიც 500 წელია საქართველოში უკვე აღარ არის. იცით როგორ არის, ეხლა ევრაზიის კონტინენტზე არსებობს დიდი სახელმწიფოები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დიდი მაგისტრალები, სავაჭრო მაგისტრალები ოკეანიდან გადმოიტანონ ხმელეთზე და სწორედ ამის ნაწილი
ამის ნაწილია ის, რომ ჩვენზე გაივლის ერთ-ერთი შტო. ეს საკმაოდ დიდი შემოსავლის და სარგებლის მომტანი იქნება საქართველოსთვის. აი ფისკალურ გამოხატულებაში რომ ვთქვა, დაუშვათ პოტენცია არის, რომ დაახლოებით 120-130 მილიონი ტონა ტვირთმა გაიაროს აბრეშუმის გზით, ხო, საქართველოს მომავალში როცა აშენდება ეს ინფრასტრუქტურა. ეს არის პირდაპირ ფისკალური ეფექტი, ამისგან იქნება დაახლოებით 3-4 მილიარდი დოლარი. ხოლო მომიჯნავე სფეროების განვითარების თვალსაზრისით და ეკონომიკის სინერგიული და მულტიპლიკაციური ეფექტების გათვალისწინებით ეს შეიძლება ავიდეს 7-8 მილიარდ დოლარს. აი ეს არის ის ხალხის დასაქმება, ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში, ეს ძალიან ბევრი კარგი რამ მოყვება ასეთ პროექტებს. ეს არ არის მხოლოდ რომ ტრანსპორტმა ჩაიარა და ხელი დაუქმნიათ. ეს არის ტექნოლოგიების შემოსვლა, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საფინანსო სერვისები, მომსახურების სფერო, მანუფაქტურა, წარმოება და 1000 სხვა რამ ახლავს ამას. ჯამში მე არ ვიცი ახლა თუ დაუშვათ რომელიმე მსოფლიო ძალას არ სურს რომ ეს პროექტი განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ყურადღებით მოვისმენთ რაც შემოგთავაზებს ამის ალტერნატივას. თეორიულად შესაძლებელია ალტერნატივა შემოგთავაზონ, მაგალითად გახდეს საქართველოს რეგიონის ფინანსური ცენტრი. ისეთივე როგორც არის მაგალითად ჰონკონგი, ისეთივე როგორც არის მაგალითად საფონდო ბირჟა ფრანკფურტში, ვარშავაში თუ ლონდონსა და ასე შემდეგ, ხო? ესეც სავსებით შესაძლებელია, თუმცა იდეალური იქნება თუ ერთის განხორციელდება და მეორეც. იმიტომ რომ რეგიონში აი არაბულ ქვეყნებთან, ჩვენ ახლოს ვართ არაბულ ქვეყნებთან, აქ თურქეთია, ირანია, შუა აზიის ქვეყნებია, ხო, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები. აქ უზარმაზარი ფული ტრიალებს, რომელიც უარს არ იტყვის, თუ რაღაც განთავსების პლატფორმა იქნებოდა ყველასთვის მისაღები და საქართველოს სწორედ ასეთ ცენტრად შეიძლება იქცეს. 64 კაპიტალისტვის, ხო, რომლის რაღაც 2%-ს ან 3% საქართველოს გამოიყენებს სესხის სახით თავისი ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და ეროვნული ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. სწორედ ეს გააკეთა შვეიცარიამ, როცა საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებულ კაპიტალის 4%-ს ახმარდა სესხად თავისი ეკონომიკის, რა თქმა უნდა, დაბალი პროცენტი. ასე გახდა შვეიცარია. ეს გზა შესაძლებელია ჩვენს გავიაროთ, ყურადღებით მოვისმენთ სოფლიო ფინანსური ცენტრების ვერსიებს ამის თაობაზე, მაგრამ ასევე ეს შეიძლება ჩინეთმაც შემოგთავაზოს. ამიტომ ჩვენთვის ახლა არის ძალიან ხელსაყრელი დრო საქართველოსთვის, მრავალპოლარული სამყარო უკვე დაიბადა და ის მხოლოდ გაძლიერდება. პატარა ქვეყნებისთვის მრავალპოლარულ სამყაროში გაცილებით მომგებიანი ცხოვრება, იმიტომ რომ გვაქვს ბალანსის საშუალება და საბოლოო მიზანი კი უნდა იყოს საქართველოს ის, რომ მოვაწყოთ ისეთნაირად ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გქონდეს კარგი, ნორმალური და ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობა. ეს ეხება ევროპასაც, ეს ეხება ჩრდილოეთსაც, სამხრეთსაც და აღმოსავლეთსაც. და ოკეანის გაღმა კიდე ჩრდილოეთ ამერიკასაც. აი ეს არის ჩვენი მოდელი. ეს ცალსახად გულისხმობს იმას, რომ საქართველოსთან არც ერთ მეზობელს არ უნდა დაემუქროს საფრთხე, არც ტერორისტული, არც სამხედრო, არც უსაფრთხოების სხვა განზომილებით და ეს გულისხმობს ასევე სამხრეთ კავკასიის კოლექტიურ, ასე ვთქვათ, ნეიტრალურ სტატუსს და პირადად მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ინტერესში არ შედის ასევე რომელიმე მეგა ეკონომიკურ გაერთიანებებში შესვლა, იქნება ეს ევროკავშირი, ევრაზიის კავშირი, ბრიქსი თუ ასე შემდეგ. ჩვენთვის უფრო მომგებიანია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის ზომიერი, გათვლილი ეკონომიკური ინტეგრაციული მოდელი საერთო ბაზრის ჩამოყალიბებით, რომელიც უკვე 17 მილიონიანი ბაზარი იქნება და შრომის ჭკვიანური განაწილებით ამ სამ ქვეყანას შორის. და შემდეგ უკვე გარე აქტორებთან პოზიციონირება ვაჭრობის კუთხით, ეკონომიკის კუთხით, ენერგეტიკის კუთხით და ასე შემდეგ.
ის რომ მთავრობას ესმის ამ მრეწველობის განვითარების მნიშვნელობა, ეს არის ჩანს იქიდან, რომ ხელისუფლებას აქვს პროგრამა აწარმოეს საქართველოში, რომელიც თავისთავად ფანტასტიკური პროგრამაა, რაღაცები შეიძლება დასახვეწი იყოს, მაგრამ ის არის ძალიან მცირე მასშტაბის. ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენთან სტაბილურად იყოს 3000 ლარიანი ხელფასი, მინიმალური ხელფასი რომ შეადგენდეს 800 ლარს, რადგან სწორედ ეს არის სიღარიბის ზღვარი და მოსახლეობა, რომელიც წასულია უცხოეთში დააბრუნდეს თავიანთ სახლებში, ოჯახებში, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეს სწორედ 3000 ლარიანი ხელფასი და 1500 ახალი საწარმო. უყურთ არა გიგანტები, საშუალო მცირე ზომის საწარმოები, განსაკუთრებით კვების მრეწველობაში, რომელიც სოფელში დაამაგრებს ხალხს, ხო? კვების მრეწველობაში შეიძლება ფიტოფარმაცევტიკის განვითარება, შეიძლება სხვადასხვა ქიმიური წარმოება და ასე შემდეგ. ჩვენი გათვლებით საქართველოს ჭირდება 5 წლის განმავლობაში ყოველ წელს 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციება რეალურ სექტორში, ანუ წარმოებაში. ეს შექმნის დამატებით პირდაპირ 200,000 სამუშაო ადგილს, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს და ქვეყნის ეკონომიკა 5-6 წელიწადში გაორმაგდება. და გახდება 20,000 დოლარზე მეტი ერთ სულმოსახლეზე ეკონომიკა. სწორედ ეს ზღვარია საჭირო იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს 1000 დოლარიანი ხელფასი, ანუ 3000 ლარიანი ხელფასი, 800 ლარიანი პენსია და მოსახლეობა, რომელიც გასულია, დაბრუნდეს ქვეყანაში. აი ეს არის ის, რაც მთავრობამ უნდა დაგეგმოს. დღემდე ეს იყო შეუძლებელი, ვინაიდან ჩვენ ვიყავით რეალურად კოლონია. კოლონიალური მოდელით მართავდა დასავლეთი, ეგრეთ წოდებული ვაშინგტონის კონსენსუსის მოდელის მეშვეობით. ვაშინგტონის კონსენსუსი ეს არის 80-იან წლებში შექმნილი ნეოკოლონიალური მართვის მოდელი, რომელიც შეიქმნა ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის. ის გულისხმობს მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ისეთი სტრუქტურის შექმნას სახელმწიფო განვითარებადი სახელმწიფოების ეკონომიკაში, რომელიც კონკურენციას ვერ გაუწევს განვითარებულ ქვეყნებს. ანუ მსოფლიოში დღეს თითქმის ყველაფრის წარმოება, არავის არ ჭირდება კონკურენტი, ხო? აი ჩვენმა კლასიკური მაგალითია, როგორ გაუნადგურეს საქართველოს ჩაის მრეწველობა. ჩამოვიდა ერთ-ერთი ფირმა, მარტინ ბაუერი, იმიტაცია გააკეთა თითქოს რაღაცას აკეთებდა, ამ დროს ამ წლებში გავერანდა ჩაის პლანტაციები და ამ დროს საქართველოს ჩაის ინდუსტრია იყო ერთ-ერთი მსხვილი მსოფლიოში, ხო, ინდოეთის, ცეილონის და კენიის შემდეგ. აბრეშუმის კი ბატონო, ქართული აბრეშუმი მსოფლიო საუკეთესო აბრეშუმების სამეულში შედიოდა. როგორც თუ კარგად მახსოვს 40,000 ჰექტარზე იყო თუთის ხეები გაშენებული, მაგრამ ეს თუთის ხეები უცებ რაღაც პარაზიტი შეესია 80-იან წლებში და გახმა. აზერბაიჯანმა ეს აღადგინა 8,000 ჰექტარზე გააშენეს, ახლა კიდე ამატებენ, უკვე 10,000 ჰექტარზე მეტია თუთის ხეები, აბრეშუმი საკმაოდ რენტაბელური კულტურაა, ხო? და ბევრი მიმართულებაა ასეთი, ახლა ჩვენ მრეწველობის გამოცდილებაც გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია მინი ტრაქტორების შექმნა ქუთაისის ავტოქარხანის ბაზაზე, გემჩენებლობა შეგვიძლია, თევზჭერის განვითარება შეგვიძლია, ავიაცია, მაგალითად, ახლა ღიაცის პოლიტიკა გამოცხადებული ქვეყანას და 6-8 ხომალდია საქართველოში სამგზავრო. ხო, და რეალურად საქართველოს უნდა ყავდეს მინიმუმ 30 ხომალდი, რაც ნიშნავს ავიაციის პილოტების მომზადებას, სკოლის განვითარებას და ეს უკვე მაღალი ტექნოლოგიებია. ეს არის ყველაფერი გასაკეთებელი, ზომიერი პროტექციონისტული პოლიტიკა, რა თქმა უნდა, დაჭირდება ამას და იაფი გრძელვადიანი საკრედიტო რესურსები, რომელიც შეიძლება ერთი ბრძანებით გადაწყდეს. მაგალითად, უკრაინის ყოფილმა პრემიერმა აზაროვმა თავის დროზე მიიღო დადგენილება და რითაც კომერციული ბანკები დაავალდებულა, რომ მთელი საკრედიტო პორტფელის 40% მიემართათ მრეწველობის დასაკრედიტებლად და უკრაინული მრეწველობა მაშინ ბუმს განიცდიდა. შემდეგ ეს კონკურენტებს არ მოეწონათ და უკრაინა რადაში ხედავთ. ეს არსებობს საქართველოში, არავის არ ეგონოს, რომ არ არიან სპეციალისტები, ვისაც შეუძლია ეს დაგეგმოს. მე მახსენდება მაგალითად გერმანიის ომის შემდგომი გერმანიის ეკონომიკის მინისტრი ბატონი ერხარდი, რომელმაც ყველა ჭკვიანი თავი შეკრიბა
ბერლინის გარეთ ერთ-ერთ ცალკე მდგომ ვილაში, ერთი თვის განმავლობაში აუგზავნა ყველას გასვლა, ჩამოართვა ესე იგი გარესამყაროსთან კონტაქტის უფლება, იმიტომ რომ ლობისტურ კომპანიებს არ ემუშავა და იქ დაიწერა გერმანიის ეკონომიკური აღორძინების გეგმა და გერმანიამ რასაც მიაღწია, სწორედ ამ გეგმის დამსახურება. იგივე თავისუფლად შეიძლება საქართველოში გაკეთდეს, ამის ცოდნა, გამოცდილება არის, ამის ისტორიული დოკუმენტებიც არის, 5 წლების გეგმები რომ გაანალიზო და მისი მოდერნიზაცია გააკეთო დღევანდელ პირობებში, ეს ყველაფერი გამოვა სულ რაღაც 5-6 წელიწადში. დღეს ქარხნის ჩადგმა უკვე აღარ არის დიდი პრობლემა, მზა ხაზები იყიდება, სენდვიჩ პანელებისგან აკეთებს შენობას, რაც 2-3 თვეში გაკეთდება. დაახლოებით 9 თვე უნდა ერთი საშუალო ზომის საწარმოს გამართვას, ну მაქსიმუმ 1 წელი. და იგივე გვექნება გასაკეთებელი იმ რეგიონებში, რომელიც ინტეგრირება, რეინტეგრაცია მოხდება, ხო, ეს აფხაზეთი, ცხინვალი, აი საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ამას წინათ, რომ ის აფხაზეთში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეს ნიშნავს აფხაზეთის აყვავებას და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და სწრაფად განვითარებად რეგიონად გადაქცევას. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი იქნება ესე იგი სერიოზული მოტივატორი მთელი რეგიონისთვის, აი დასავლეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით სამეგრელო, აფხაზეთი და პომიჯნავე, რაც არის გურია ამ რეგიონებისთვის. და გარდა იმისა, რომ აბრეშუმის ესე იგი გზა იქ სასაწყობე მთელი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს და დაკავშირებული უამრავი რამ. გარდა იმისა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ვექტორით განვითარდება, ხო, ეს აბრეშუმის გზის შტოები, ამასთანავე შტოებს შორის ვერტიკალური გზებიც უნდა განვითარდეს, რასაც ითხოვს ჩინეთი, რომ გაიხსნას ეს აფხაზეთის გზა, ანუ მოგვარდეს კონფლიქტი და გაიხსნას აფხაზეთის გზა, მოგვარდეს ცხინვალის პრობლემა და გაიხსნას როკის გვირაბი, რასაც შემდეგ შესაძლოა დაუკავშირდეს ინდოეთის ტვირთები. ინდოეთი ვიცით, რომ ირანის პორტ ჩაბაჰარი აიღო გრძელვადიანი იჯარი და იქ უკვე დაიწყო მშენებლობა და ინდოეთი, ირანი, სომხეთი, საქართველო და შემდეგ ან შავი ზღვა ევროპისკენ, ან რუსეთისკენ, აფხაზეთის და როკის გვირაბის გავლით შესაძლებელია კიდევ დამატებითი სავაჭრო მაგისტრალის აშენება. ხა ინდოეთს მაგალითად ევროპასთან აქვს 60 მილიარდი დოლარის ვაჭრობა. ეს სერიოზული ციფრია და სერიოზული ტვირთების გულისხმობს, ხო? საზღვაო მარშრუტები ევრაზიის სახელმწიფოებისთვის აღარ ხდება სამდო, გამომდინარე იქიდან, რომ ანგლო-საქსონური სამხედრო საზღვაო ფლოტები აკონტროლებენ ამ პერიმეტრს, საოკეანო მარშრუტებს. მსოფლიო ტურბულენტობაში შესულია, მრავალპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბება არ არის იოლის საქმე, ჩვენ შესაძლოა ვიხილოთ ძალიან მალე მწვავე დაპირისპირება შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის, რომელიც ძირითადად წყნარი ოკეანის აუზში იქნება, თუმცა დაძაბულობები შეიძლება იყოს ინდოეთის ოკეანეში, სპარსეთის ყურეში, სუეცის არხთან დაკავშირებით, გიბრალტართან დაკავშირებით და აგერ პანამის არხთან უკვე არის, როდესაც ტრამპი ითხოვს პანამისგან, რომ კონტროლი შეერთებულ შტატებს დაუბრუნოს. მოკლედ, ბევრი საინტერესო გეოპოლიტიკური მოვლენის მომსწრელი ვიქნებით 2025 წელს, მაგრამ მე მთავარი მინდა უსურვო ქართულ ხალხს მშვიდობა, უკრაინას მშვიდობა, ევრაზიის კონტინენტს მშვიდობა და დანარჩენი უკვე იცით რა არის, რაღაც გავლენა 22 წელს ქონდა მართლაც, მაგრამ ეს არ აღემატებოდა რაღაც 1-2%-ს იმ წელს. და შემდეგ უკვე რო გითხრათ, რომ რაღაც დიდი გავლენა აქვს ამას, პირიქით, საბოლოო ჯამში მოიკლო პირდაპირ მოუწყო ორმა ინვესტიციებმა სწორედ ამ ომის გამო.
ჩვენს ინტერესებში შედის რაც შეიძლება მალე დამთავრდეს კონფლიქტი, მხარეებმა რაღაც კომპრომისს მიაღწიონ, იმიტომ რომ უკრაინელი ხალხი ჩვენ ცუდ დღეშია ახლა და ძალიან თანაუგრძნობ, მაგრამ მთავარია, რომ ომი გაჩერდეს, ხორბლი აღარ იყოს, ადამიანები მილიონობით უკრაინელი გასულია ქვეყნიდან, მათ საშუალება მიეცეთ დაუბრუნდნენ ოჯახებს. ეს არის მთავარი და თუ უკრაინის ომი გაჩერდება, პირიქით საქართველოში გაცილებით დიდი ეკონომიკური ზრდა იქნება და გერმანიას რაც შეეხება და ზოგადად ამ უცხოელი პოლიტიკოსების გამოსვლებს ჩვენ უნდა უკვე იმუნიტეტი გამოვიმუშაოთ ასეთი გამოსვლების მიმართ, იმიტომ რომ საოცარი დეგრადაცია მოხდა პოლიტიკური კლასის დასავლეთში. ეს სპეციალურადაც არის გაკეთებული, უტვინო პოლიტიკოსებს აწინაურებენ, იმიტომ რომ ადვილად მართონ მათმა პატრონებმა, ვინც არიან სუპერმდიდრები, ხო? ზოგადად გერმანია საოცარ არაპრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც მის ინტერესებში არ შედის და მიიღეს კიდევაც შედეგი, იმიტომ რომ ეკონომიკა მესამე წელია რეცესიაში, გერმანიის ეკონომიკა მცირდება. საფრანგეთის ეკონომიკაც კი ამის გამო დაიწყო შემცირება, როდესაც ატომურ ენერგიაზე გერმანიამ უარი თქვა და ეხლა მზის პანელები და ქარის ელექტროენერგიით მრეწველობა როგორ უნდა დაიჭირონ, წარმოუდგენელია შესაბამისად ინდუსტრიული კაპიტალი გერმანიიდან გარბის. გერმანია არის ლოკომოტივი ევროკავშირის ეკონომიკის და გერმანია წაიყოლებს დანარჩენ ქვეყნებს და ამ წაყოლების პროცესის გაყოლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არ მოუნდებათ. შესაბამისად ეს უკვე საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის დეზინტეგრაციას, პირდაპირ ვთქვა, ეს სწრაფად არ მოხდება, ნელ-ნელა პროცესი იქნება და ჩვენ ვხედავთ აი უნგრეთი როგორ იგრძვის თავისი სუვერენიტეტისთვის და ყვავები კორტნიან ლიბერალური ძალები ყველა მხრიდან. სლოვაკეთი აგერ პრემიერ-მინისტრს პირდაპირ მოკლა დაუპირეს და ესრულეს კიდევაც ხო ფიცოს. რუმინეთში აგერ მოიგო ისეთმა ანტიომის მშვიდობის მხარდამჭერმა კანდიდატმა და კონსტიტუციურმა სასამართლომ მოგება ჩამოართვა ხო პირველი ტურის. ეს არ არის ისეთი რომ აი ჯორჯიესკოს გაუქმეს ესე იგი პირველ ადგილზე გასვლა პირველ ტურში და ეს დაავიწყდება ახალს ასე არ მოხდება, ამის აკუმულაცია ხდება და ესა გამოვა ქუჩაში. მოკლედ ევროკავშირში არის ტურბულენტობა. საერთოდ ევროკავშირი არის ორგანიზაცია, რომელიც სუპერმდიდრებმა შექმნეს იმისთვის, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა შეინარჩუნონ სიმდიდრე და კიდევ უფრო გამდიდრდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე და ასევე მეზობლების ხარჯზე, ხო? ჩვენთანაც ურთიერთობაში ევროკავშირი საოცრად ხეირობს, ისეთი ურთიერთობები დაალაგა ჩვენთან. ვაჭრობაში ჩვენს შრომით რესურსებს იაფუში ხელს იყენებს თავის ეკონომიკაში, ამიტომაც მოგვეხსნეს ეს ვიზები. მათი საბანკო კაპიტალი სამჯერ უფრო მეტ მოგებას ნახულობენ საქართველოში, ქართველი ხალხის ყურებით ვიდრე თვითონ ევროპაში. ხო, აი საქართველოში რენტაბელობა არის 23% საბანკო კაპიტალის, ევროპაში 7%, 7-8%. და ჩვენ ევროპისგან ყოველთვის ველოდებოდით რას, რომ იაფი გრძელვადიანი საკრედიტო რესურსები, სამეცნიერო ტექნოლოგიები, სამრეწველო ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, განათლება, მაგრამ ეს ყველაფერი ესენი ვერ ვნახეთ, არ მოდის. მოდის ლობირება იმის, რომ ნარკოლიბერალიზაცია გავაკეთოთ, მოდის რაღაცა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის ინდოქტრინაცია, განათლების სისტემა საერთოდ გაანადგურეს, იმიტაცია მხოლოდ დღეს საქართველოში. ახლა სკოლებში უნდათ კიდე ამ რაღაცა პროპაგანდების დაწესება, რომელიც ხელისუფლებამ აკრძალა და კარგი გააკეთა. მოკლედ ეს მოდელი თანამშრომლობის არ მუშაობს, ეს არ ემსახურება ქართული ხალხის ინტერესებს და ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ყველაფერი გადაიხედოს და დაალაგდეს ახალი ურთიერთობები, რომელიც საქართველოს ინტერესებსაც გაითვალისწინებს.